დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემაზე, ეს არის არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენების შემდგომ განვითარებული ნაწლავთა ინფექცია, რომელიც ცნობილია როგორც Clostridia difficiles სახელით. ეს პრობლემა ძალიან გავრცელებულია ბოლო დროს და ბევრ ადამიანს აწუხებს, განსაკუთრებით როდესაც გაიზარდა ანტიბიოტიკების არაჯანსაღი გამოყენება. Clostridia difficile ეს არის ანაერობული გრამდადებითი ბაქტერია, რომლის სპორებს აქვთ უნარი თვეების განმავლობაში შეინარჩუნონ სიცოცხლის უნარიანობა. გამოყოფენ ტოქსინებს, ადაბეტოქსინებს. საინტერესოა ის, რომ A ტოქსინი ეს არის ენტეროტოქსინი, ხოლო B ეს არის ციტოტოქსინი. ეს ტოქსინები უკავშირდებიან ნაწლავის ლორწოვანის უჯრედებს და იწვევენ მათ ფუნქციურ ცვლილებას. Clostridium difficile შეიძლება გამოვლინდეს როგორც მსუბუქი, აგრეთვე საშუალო და მძიმე სიმპტომატიკით. მსუბუქი და საშუალო სიმპტომატიკის მხრივ პაციენტს აღენიშნება თხიერი ფაღარათი დღეში 3-ჯერ ან მეტჯერ, 2-3 დღის ან მეტი ხნის განმავლობაში, აგრეთვე მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში და ტკივილი შეხებისაც. რაც შეეხება უშუალოდ მძიმე ინფექციის დროს სიმპტომებს, პაციენტს აღენიშნება დეჰიდრატაცია. ამ შემთხვევაში პაციენტი აუცილებლად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. Clostridium difficile იწვევს კოლინჯის ნაწლავის ანთებას, კოლიც, ნაწლავის ქსოვილის დაზიანებას, რის შედეგადაც ვითარდება სისხლდენა ან ჩირქოვანი გამონადენი, ფსევდომემბრანული კოლიტი. მძიმე ინფექციისთვის დამახასიათებელი არის ისეთი სიმპტომები, როგორიც არის თხიერი ფაღარათი დღეში 10-15ჯერ, აგრეთვე დეჰიდრატაცია, თირკმლის უკმარისობა, განავალში ლეიკოციტების მომატება, ცხელება, აგრეთვე შეცეება მუცელში, კრუნჩხვან ტკივილი მუცლის არეში, აგრეთვე წონის კარგვა და უმადობა. რაც შეეხება პრევენციას, მთავარია ხელების ჰიგიენა და ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება არ მოხდეს და მოხდეს მისი რაციონალური დანიშვნა. აუცილებელია კვლევა ჩატარდეს დიარეის მქონე იმ პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს ანტიბიოტიკოთერაპია ბოლო 2 თვის განმავლობაში, ან დაეწყოთ დიარეა ჰოსპიტალიზაციიდან 72 საათის შემდეგ. ტესტი უნდა ჩატარდეს აგრეთვე მძიმე დიარეოლიული სინდრომის მქონე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნება დეფეკაცია მინიმუმ 3-ჯერ 24 საათის განმავლობაში წყლიანი კონსისტენციის განავლით. აგრეთვე ტესტი უნდა ჩატარდეს ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობის დამთავრების შემდეგ გამოწვეული დიარეის დროს და აგრეთვე იმ დიარეის დროს, რომელიც ვითარდება იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში და აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიის კურსს. ასე რომ არ მიიღოთ ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე, იყავით ფრთხილად და გისურვებთ ჯანმრთელობას.